მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. მეწეგან თქვი რომ უკვე თქვენმა ლიდერმა თქო საქართველოს მესამე პრეზიდენტმა უკვე დაწერა საკუთარ Facebook გვერდზე გვენეტაძე შეცვალა ივანიშვილის პირადმა ნოტარიუსმა ქართლის იურიდიული სამსახურის ყოფილმა უფროსმაო. თქვენ დადასტურებულად ფლობთ ამ ინფორმაციას რომ მზიათოდუას დანიშნავე. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მოწვევისთვის. მადლობა მონაწილეობისთვის. ხალბატონი გვენეტაძე რომ თავისი ნებით არ წასულა და მით უფრო რომ ხალბატონი გვენეტაძე იმ მიზეზით არ წასულა რა მიზეზით ჩვენ გაგვაცნეს თითქოს ჯანმრთელობის გაუარესების გამო იგი იძულებული გახდა თანამდებობა დაეტოვება. მე მგონი ამისი ბავშვს არ ჯერა. უბრალოდ განსაკუთრებით უფროსი თაობის წარმომადგენლებს გაახსენდებათ საბჭოთა კავშირის დროს აი ასე იყო რეალურად ნორმატივა მოქცეული ყველა მაღალი თანამდებობის პირი ბიუროკრატიაში თანამდებობა სწორედ ასეთი მიზეზით. ეს თავისუფლად ფაქტის შეურაცხყოფაა საზოგადოების. ახლა რეალურად ეს სიმართლის თქმა უბრალოდ არ შეუძლია არცეთ მაღალ თანამდებობის პირს, ვინც ნების საწინააღმდეგოდ ტოვებს თანამდებობას და იხილეთ უახლოესი წარსული ბატონი კვირიკაშვილის ხო მიზეზი რატომაც დატოვა დღემდე არ ვიცით თავიდან ბოლომდე. ამიტომ ეხა ბიძინა ივანიშვილის ნება იყო და მოხდა ის რაც მოხდა და რატომ ისმის კითხვა, რატომ გაათავისუფლა ხალბატონი გვენეტაძე დაკავებული თანამდებობიდან, ხო? ვინაიდან ბიძინა ივანიშვილის კარზე სასამართლო სისტემაში არსებობს მეორე კლანი უფრო ძლიერი გაცილებით თავისი გავლენით ბატონი ჩინჩალაძესა და ბატონი მურუსიძის შემადგენლობით და ამ კლანს ამ ადამიანების მონაწილეობით გაცილებით მეტად ენდობა განსაკუთრებით წინა საარჩევნოდ. ეს იმას აღნიშნავს, რომ ხალბატონი გვენეტაძე არ იყო ბატონი ივანიშვილის მორჩილებაში მეტიც ეხლა ძალიან სამოწმინო რულად ვთქვათ გადაწყვეტილებები აქვს მიღებული უშუალოდ ხალბატონ გვენეტაძეს, ხოლო რუსთავი ორის ასე ვთქვათ გადაწყვეტილება რა ადგილს რომ ეს კი ძალიან ბევრი კითხვები იყო და ძალიან ბევრი პრეტენზია იყო ნინო გვენეტაძის მიმართ გეთანხმებით ძალიან ბევრი. უბრალოდ ამ წელს მიმდინარე წელს 2018 წელს ბიძინა ივანიშვილი აღარ არის ინფორმაცია, როგორ ფორმაში, პოლიტიკურ ფორმას გულისხმობს, როგორშიც იგი თავს თვლიდა 2014-ში, 16-ში თუნდაც ჩარშან. ბევრი რამ შეიცვალა, განწყობები საზოგადოებაში და გუშინდელი კვლევაც ამას ადასტურებს და რა თქმა უნდა კვლევა ეხა ქუჩაში გამოვიაროთ და ხალხი ამაზე საუბრობს უკვე ღიად. ჭირდება დასაყრდენი ძლიერი სასამართლო სისტემაში. მათ შორის ერთ-ერთი ფაქტორი არის არჩევნები კასმოდგარი, სადაც საარჩევნო დავები აუცილებლად მოხდება სასამართლოში და იქ არ უნდა ადამიანი, რომელმაც შეიძლება დაიწყოს მერყეობა და მერყეობდა ეს ხალბატონი უკანასკნელ პერიოდში იქ შიდა დაპირისპირება იყო საჯარო სივრცეშიც კი ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ და ნუ იძულებული გახადა რომ ეს ხალბატონი გაუშვა და ეხლა მე არ მინდა უბრალოდ რაღაცა დავაბრალო, მაგრამ ხშირ შემთხვევაში როდესაც ასე ჩუმად მიდიან ბიძინა ივანიშვილი ყოველ შემთხვევაში დარწმუნებით არ შემიძლია თქო პატივს ცემს ასეთ ადამიანებს მატერიალური სახით და დუმში უხდის ფულს. ნიკა ამიტომ მე დარწმუნებული ვარ ვერასოდეს ვერ გავიგეთ ხალბატონი გვენეტაძე რეალურად რატომ წავიდა დაკავებული თანამდებობიდან. ხო რეალურად მას რომ საუბარი რომ სურდეს დღეს წერილობითი განცხადებით არ გვამცნობდა საკუთარ გადადგომას, არამედ ბრიფინგს ჩაატარებდა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხებდა. ხალბატონო ნინგა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ეს ხომ არ არის არაფერს არ ვაკნინებ ეხლა ზეიკიძეს ოსიცების ადმინისტრატორი ხო არ არის ხო სასამართლო ხელისუფლების ერთ-ერთი შტოს პირველი პირი არის ნიკა ერთი ასეთი კითხვა მინდა და მაგალითისთვის კი ბატონო დაასრულეთ და მე გკითხავთ არა უბრალოდ ეხა ბევრი მიზეზი არსებობს ერთ-ერთი მცირე მაგრამ მაინც გონია ნებისმიერი მოსამართლის მიმართ რომ დაიწყოს სისხლის სამართლიანი დევნა ხომ გარდა იმ შემთხვევაში როდესაც ფაქტზე წაასწრებს სამართალდამცავი ნება თუ არის საჭირო ხალბატონი გვენეტაძესი ეხლა რა გეგმები აქვს ბატონ ივანიშვილის ამ სასამართლო სისტემის მიმართ გასაგებია ნიკა ერთი უცნაური დამხობა მოხდა ბოლომდე უნდა დაიმორჩილოს
ერთი უცნაური დამთხევა მოხდა გუშინ უზენაესმა სასამართლომ უარი თქვა წარმოებაში მიეღო ციანიდის საქმე. ამ გადაწყვეტილებას ხელს აწერს სამი მოსამართლე, მათ შორის ერთ-ერთი იყო სწორედ თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე. დღეს იგი გადადგა. ბუნებრივია, როდესაც მე მაგალითად დღეს გვენეტაძის გადადგომის შესახებ შევითხე, პირველი კითხვა რაც გამიჩნდა, იყო ასეთი, ხომ არ უკავშირდება ეს ციანიდის საქმის გუშინდელ გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში. თქვენ თუ შეგიძლიათ რაიმე ურთიერთკავშირი იპოვოთ ამ ორ ამბავს შორის? შესაძლოა, დიახაც, იყოს ერთ-ერთი ფაქტორი, მაგრამ არ გადამწყვეტი, რამაც მიაღებია ქალბატონ ნინოს ეს საბოლოო გადაწყვეტილება, რომ დაეტოვებინათ თანამდებობა. ეხლა საზოგადოებრივი წნეხი და საზოგადოებრივი განწყობები, ხო, ნებისმიერ მაღალი თანამდებობის პირზე ძალიან ტკივნეულად მოქმედებს, თუ კი ეს არის უარყოფითი, ასე თქვათ, რეაქცია მომდინარე საზოგადოებიდან, თუ კი ეხლა რა თქმა უნდა საზოგადოებაში უყვარხარ მოწონხარ პირიქით мотивация ერთიურად გეზდება, ხო, ეხლა მთელი ნახევარი აბსოლუტური უმრავლესობა ქვეყანაში ძალიან როგორც მინიმუმ ერთ დიდ კითხვის ნიშანს სვამს დეკანოზ მამაოძის საქმესთან დაკავშირებით, ხო? როგორც მინიმუმ. აი, თქვენ რა კითხვები გაქვთ? ნიკა, შეგიძლიათ ჩამომიხაროთ? ამ ქალბატონმა ეს ყველაფერი იგრძნო. ერთ-ერთი პატარა ფაქტორი ეს იქნებოდა მცირე უпроსტოდ, მაგრამ არა გადამწყვეტი, იმიტომ რომ ისეთ გადაწყვეტილებას მოაწერა. ეხლა სასულიერო პირი დაიჭირა ქალბატონო, სასულიერო პირი დაიჭირა, თქვენ გონიათ მომდენო ხვალ, ზეგს და მაზეგ ნებისმიერ გადაწყვეტილებას ხელს არ მოაწერდა ქალბატონი გვენეტაძე. რა თქმა უნდა, მოაწერდა და ისე რომ ორჯერ არ დაფიქრდებოდა, უბრალოდ აქ უკვე ბიზინა ივანიშვილის სქემაში აღარ ჯდებოდა და ქალბატონი გვენეტაძე ალბათ ეხა სახშია და გვისმეს მე და თქვენ ეხა აი ამ ერთ-ერთ თუ სახში ხარ ქალბატონო ნინო, იქნებ გასცეთ პასუხი, ძალიან ბევრი შეკითხვა დაგროვდა. ჩემი აზრი არის ასეთი, რომ არ არის რიგითი და ჩვეულებრივი ამბავი, როდესაც პოზიციიდან მიდის 10 წლის ვადით არჩეული უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და იუსტიციის საბჭოს ხელმძღვანელი, ამიტომ მინიმუმ ის ალბათ ვალდებულია, რომ გასცეს პასუხი რაღაც დაგროვის შეკითხვებს. მე ასე მგონია. მაგრამ პრაქტიკა რას ხატობს ბიზინა ასე გონიათ კი სავსებით მართალი ბრძანდებით, მაგრამ პრაქტიკა რაზეც ხატობს? ეხლა ქალბატონი ნინო არის ერთი სახელმწიფოს ხელმძღვანელი უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარე, ხო? იქ ბატონი აღმასრულებელი ხელისუფლების პირველი პირი, ბატონი ღარიბაშვილი, რა წავიდა, გითხრა სად მიდის, როგორ მიდის. ბატონი კვირიკაშვილი ისე წავიდა, საოცრება გაუკეთეს, კაც ოფიციალური Facebook გვერდიც დაუხურეს. რომელიც მის მართვაში არ იყო, ბატონ ღარიბაშვილის ოფიციალური Facebook გვერდი მაინც დაუტოვეს და პერიოდულობით რაღაცა გილოცად ახალწელს წერს. ამ ადამიანს ესეც კი დაუხურეს. რა მოლოდინი გვაქვს ეხლა რომ გამოვა ქალბატონი გვენეტაძე და უფრო მაგარი აღმოჩნდება ვიდრე იყო ბატონი ღარიბაშვილი. არა, უბრალოდ გეტყვით, მე არ მაქვს მოლოდინი რომ ის გამოვა და რამე სიტყვის, უბრალოდ მე ჩემი როგორც ჟურნალისტის მოსაზრება დავაფიქსირე, ის უნდა გამოვიდეს და უნდა უპასუხოს შეკითხვებს. არა, რა ხდება, ძალიან მარტივი მოცემულობა არის და მარტივ მოცემულობასთან გვაქვს საქმე. აქცე თანამდებობებზე დანიშნები წდება ერთ-ერთზე საუბრისას ბატონ ივანიშვილთან, ხო? და ასეთი გადაწყვეტილებები, როდესაც თანამდებობიდან ათავისუფლებენ, ასევე ერთ-ერთზე საუბრისას წდება. ამიტომ წესი და რიგით სამართლიანობისთვის უნდა ითქვათ, ხო? სანამ არ ჩამოვაშორეთ საბოლოოდ ბიზინა ივანიშვილის მართვის ადამიანებიდან, ამ ადამიანმა დეკლარირებულად განაცხადა, რომ დიახაც მე ასე მინდა მართო სახელმწიფო. ღარიბაშვილს დაუძახა, უთხრა მოდი გენაცვალე, ვიცნობ დიდი ხანია, ძალიან მიყვარხარ, დაგნიშნო პრემიერ-მინისტრად. დაუძახა 2 წელში, უთხრა გაგიშვა. არ ქონდა ღარიბაშვილს პრეტენზია ამ ადამიანთან. იგივე გაუკეთა, კვირიკაშვილს და იგივე გაუკეთა. ნიკა, მოდი ერთი რაღაც მინდა თქო. მესმის კვერასაც ბრძანებ. კი ბატონო. შიგნით ეს შეთანხმებული თამაშის წესებია. ეს თამაშის წესები ქართულობაში შეთანხმებულია. თქვენ რა გონიათ რომ ხვალ რო დაუძახოს ბატონმა ივანიშვილმა ირაკლი კობახიძეს პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძე გაიშლის თმებს და ასე თქვათ გაუწევს წინააღმდეგობას ბატონ ივანიშვილს და ეტყვის თუ არა მე მინდა ვიდგე ერის სამსახურში მინდა ქვეყანა ასე თქვათ უკეთეს მდგომარეობაში იყოს მომდენო 2 წლის განმავლობაში განავითარო ეკონომიკა პენსიონერებს და ესე გაუზარდო ასე და რა გონიათ რა მოკლედ ნებისმიერ მაღალი თანამდებობის პირს გულახდილად აი რიტორიკულ კითხვას დავსვათ ეხა ხვალ ან დღეს აღამოს რომ დაუძახოს და უთხრას დატოვეთ არჩევითი თანამდებობის პირებსაც
არ დატოვებენ? დატოვებენ, იმიტომ რომ იმ ადამიანმა დასვა იქ და ის ადამიანი ნიკა, ერთი კითხვა მინდა რომ დაგისვათ უკაცრავად. აი თქვენ წეგან საუბრობდით ციანიდის საქმეში სიმართლის გარკვევის მნიშვნელობაზე. მეც გეთანხმებით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ საქმეზე საზოგადოება მიიღოს თქვენ ყველამ დამაჯერებელი პასუხები და ის ფაქტი, რომ უზენაესმა უარი თქვა წარმოებაში მიეღო ეს საქმე თავისთავად აჩენს კითხვებს. თუ შეგიძლიათ ეხლა როგორც პარლამენტის წევრმა ჩამომიყალიბოთ რა არის ის შეკითხვები, რის გამოც თქვენ არ გჯერათ, რომ ხდებოდა ის, რა ბრალით წაუყენეს გიორგი მამალაძეს. ეს არის ჩემი ბოლო კითხვა და გადავალ გიგაბოკერიას. ძალიან ცუდად შეიძლება ამაზე საუბარი და თქვენ მე მგონი დაახლოებით 10 გადაცემა თუ შეიძლება ნაკლებიან მეტი დგას მე მგონი ამ თემის გასაგებია. მეტი, ბევრი მაქვს გაკეთებული. ამიტომ ეხა დიახ, შეიძლება მეტი. ამიტომ ეხა დეტალებში შესვლა თავს შევიკავდი და მარტივად გიპასუხებდით და ძალიან ზედაპირულად. უბრალოდ არათუ არ მჯერა, იმიტომ რომ სურვილი მაქვს არ დავიჯერო. ფაქტები ცხადყოფს ამას ხახნო და მტკიცებულებები და რომელზეც საუბრობს დაცვის მხარეც. მაგრამ დარწმუნებული ვარ ისევე როგორც ეხლა თქვენ ეთერში ვარ ჩართვით აქ წარმოდგენილი, რომ უახლოეს მომავალში აი ამ საქმეს აიხდება ფარდა. არც ერთი მით უმეტეს რეზონანსული საქმე განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ადამიანი არის ცოცხალი და მადლობა გქოს ეს ადამიანი ჯანმრთელად არის მიუხედავად იმისა, რომ გამოამწვეს, აი ანაპორა გახადეს ადამიანს, ჯვარი მოხდა უბრალოდ შეაგდეს მატროსოვის ციხეში. თუმცა ეს საქმე მიდის სტრასბურგში და ალბათ სტრასბურგი თვის საკუთარ საქმეს. ამიტომ დიახ, თავად დეკანოს მამალაძე ამ ყოველთვის შესაძლოა დაწუნებული ვარ ძალიან მალე ისაუბრებს და მე ყოველთვის ვერიდებოდი და ეხლაც განგებარ შევდივარ ამ ასე თქვა სიღრმეებში ამ საკითხის გარშემო. არ მინდა თუნდაც ერთმა ნორმა მაყურებელმა ჩათვალოს, რომ ამ სასულიერო პირით მე მანიპულირებ. მაგრამ ჩემთვის პირველ რიგში ეს ადამიანი არის ადამიანი, საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ვერ უმტკიცებენ სამართლებრივად ბრალს. მადლობა ნიკა. შერაცხეს დამნაშავეთ და ყავთ გამოკეტილი და როგორ ფიქრობთ ეხა ბიზინა ივანიშვილი მუდმივად იქნება, თავითანაც აღარ ჯერა, ხახნო რომ მუდმივად იქნება და საოცრებებზე აკეთებს. გასაგებია. საოცრებებზე აკეთებს ყოველდღე მაშინ, როდესაც ყველა მიმართულებით არის ჩავარდნა და გეუბნებით აი გუშინ წინდელი მაგალითი არასოდეს არ დამავიწყება, როდესაც თიანეთში ვიყავი. ასული აი ესეთი ხალხი ცხოვრობს ინგრად დაგემშვიდობები ჩვენს ქვეყანაში და თიანეთის მაცხოვრებელი ადამიანი ხდება და 1 აგვისტო არის ზაფხული მთავრდებოდა პირველად ვაჭამე გუშინ ჩემს ბავშვს საზამთრო. დიახაც, აი ესეთი ადამიანები ცხოვრობენ ამ ქვეყანაში, მაშინ როდესაც მილიარდერები მართავენ ქვეყანას და ნაცვლად იმის რომ 6 წლის განმავლობაში ქვეყანა გაუმჯობესებინათ ქვეყანაში ცხოვრების დონე და სამუშაო ადგილების შეიქმნა, ესე გაიზარდა და ასე შემდეგ. გაღარიბებული გააღატაკეს და გაჭირებულს კიდევ უფრო გაუჭირდა. მოგწონს ჩვენ ნაციონალურ მოძრაობა, გაერთიანებული ოპოზიციური პარტიები, ხელისუფლება თუ რაღაცა. ფაქტი ხომ ჯიუტია რაც ხდება. ორი ჩამომივარდა. კარგია, დროულად ჩამოგივარდათ, იმიტომ რომ ვერ გაჩერებდით. დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის.